ჩვენთან ერთად ახლა იმყოფება მარკუს მეტრეველი, ყველასთვის კარგად ნაცნობი. მოგესალმები მარკუს. მოგესალმები. დამდეგ ახალწელს და მადლობა რომ ხარ დღეს ჩვენთან ერთად. უღრმესი მადლობა. მინდა გითხრათ რომ ფანტასტიკურად გამოიყურებით. დიდი მადლობა. როგორც ყოველთვის. და მთელი წელი ესე გებრჭყვიალოთ. დიდი მადლობა. მადლობა თქვენ. გიყვარს თუ არა ახალი წელი და როგორ ხვდები? გაქვს თუ არა რამე განსაკუთრებული ტრადიცია, რაც აუცილებლად სრულდება წინა საახალწლოდ ან ახალი წლის ღამეს თუნდაც? რაც შეეხება ახალ წელს, რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან დიდი პოზიტიური ენერგია, რაც თავარია, როცა შემოდის ახალი წელი, ვისობი ახალი ენერგიით და ვიწყებ ყველაფერს თავიდან. ნუ ჩემთვის ზოგადად ყოველი დღე არის ახალი წელი და ახალი შემართებით დაწყება ცხოვრების, როცა იღვიძებ. თითქმის ახალი წელი დგება ყოველი ადამიანის, მაგრამ ნუ ახალ წელს განსაკუთრებით მიყვარს, იმიტომ რომ ჩემს ოჯახის წევრებთან მაქვს შეხება უფრო ახლო კონტაქტი, ვიკრიბებით შეძლებს დაგვარად ყველანი ერთად და აღვნიშნოთ რაღაც აი ამ დღესასწაულს ერთად და მე უკვე გავდივართ ქალაქში. როგორი იყო შენთვის 2025 წელი, რომ შეაჯამა შემოქმედებითად, პირადი ცხოვრების კუთხით და ასე შემდეგ? შეიძლება ითქვას, რომ იყო ძალიან პოზიტიური, ძალიან მასშტაბური. ძირითადად მოგზაურობდი, მქონდა საერთაშორისო მასშტაბით კონცერტები, გუშინ წინ დავბრუნდი ჩინეთიდან და აი რა ხდებოდა ჩინეთში, მოგვიყევი, ხედავდი შენს სტორიებს სოციალურ ქსელებში, რა ხდებოდა ჩინეთში, რატომ იყავი წასული? ესე იგი, ჩინეთში იყო Miss Model of the World, მსოფლიო საერთაშორისო კონკურსი, რომელშიც 90 ქვეყანა იღებდა მონაწილეობას და ვიყავი ოფიციალურად მიწვეული, რომ გამიხსნა ეს საღამო მე, ერთადერთ ქართველ მომღერალს და ძალიან დიდი პატივი იყო ჩემთვის. ასევე გაიმარჯვა მესამე ადგილზე გავიდა ჩვენი ქართველი მონაწილე ანი სტეფანიშვილი და ეს გარკვეულწილად ძალიან საამაყოა საქართველოსთვის. მივულოცოთ და ძალიან ვიამაყე აი ამ ორი ქართველი რო ვიდექით სცენაზე ეს განსაკუთრებით ჩემთვის ძალიან ისეთი იყო საამაყო და გულის ამაჩუქებელი. მარკუს, საინტერესოა ისიც, რომ ჩვენ აღვნიშნეთ გადაცემის დასაწყისშიც ლამაზად გამოიყურები და გარდა შენი სამომღერლო კარიერისა, ასევე დიზაინერულ ხასსაც მიყვები, ხო? აი, საიდან წამოვიდა ინსპირაცია და აპირებ თუ არა, რომ ეს ხაზი ფართო აუდიტორიასაც გაუზიარო? რაც შეეხება დიზაინერს, მე ბავშვობიდან მიყვარდა ეს სფერო. ჩავაბარე თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, მესამე კურსიდან უკვე გადავედი ათენში, გავიარე იქ მიხაილ ასლანის მოდის აკადემიაში კურსები 6 თვიანი და ჩამოყალიბდი როგორც პროფესიონალი დიზაინერი. ბავშვობიდან როცა ვხატავდი ხოლმე, ჩემი ძმა სულ მიხევდა, მიჯღაბნი და დამცინო და რაკაბებს ქმნი, რაკაბებს ხატავ, რაღაც ბოქსი აირჩი ან რაღაც სპორტი, მაგრამ მე ჩემი მიმართულება მქონდა. შენ უკვე განავითარე ეს პროფესია და პირველი ჩვენება სხვადასხვაის მქონდა ბერლინში 2018 წელს, მერე უკვე მილანში და აი სწორედ კოვიდზე ვსაუბრობდით, თუმცა დაიწყო კოვიდი, სამწუხაროდ რაღაც შევაჩერე. ეხლა ისე მაქვს შემოთავაზება, რომ საქართველოს მოდის კვირეულზე მივიღო მონაწილეობა და ვფიქრობ ჯერ ამაზე, ვნახო ჯერ რამდენად განახორციელებ. ახლა შენი დიზაინით შექმნილი სამოსი გაცვია, ხო? ხოთი შერჩვა რომ გავიცანით ერთმანეთი ძალიან ბევრი წლის წინ, აი მაშინაც იშვიათად იყო ქართველი მომღერალი, რომელიც თავისი არავის არ ეწყინოს, მაგრამ მართლა თითზე ჩამოსათვლელი მომღერლები ყავს, ვინც სცენაზე ადის ისე როგორც აი მართლა დღესასწაული არის მათთვის და პირველი მახსენდება ხოლმე მარკუსი სხვა მომღერლებთან ერთად კიდე ქალბატონები და ლელა წუწუნიანი თქმა ვახსენოთ ამ კუთხით და მამაკაცებიდან მარკუსი, რომელიც ყოველთვის სცენაზე არის ხოლმე რაღაცნაირად განსაკუთრებული, ხო? მეთანხმებით გოგონები. აუცილებელია ჩემი აზრით, აუდიტორიაზეც ძალიან კარგად მოქმედებს და ზოგადად თავად არტისტიც გაცილებით კარგად წარმოაჩენს საკუთარ თავს. მე ძალიან მიყვარს თქვენი ტელევიზია, ყოველთვის თვალს გადევნებ, ხართ ძალიან კრეატიულები, დახვეწილი და რაც ვთავაზობ, ძალიან საინტერესოა ეს ტელევიზია ჩემს როგორც მაყურებელს. დიდი მადლობა. ჩვენთან სტუმრად არასდროს უარს არ ამბობ, ეს დილა იქნება თუ ასე შემდეგ და რა ძალიან სასიხარულო არის ჩვენთვის. მარკუს და აქედან ისე ვერ გაგიშვათ. ეს კლასიკო. კლასიკურად იმედი.
მართლობა გაგიშვებ. მივულოცავთ და შენც მივულოცავ და ბიბლსი საჩუქარსაც გადმოგცემ. მიყვარს ძალიან ბიბლი. ჩაიფიქრო დღეს ასწავლე ბიბლსის და მადლობა ბიბლის კიდევ ერთხელ. მადლობა ბიბლის. საჩუქრებისთვის. დიდი მადლობა. და სანამ მარკუსი დაგვაჯილდოვებს და დააჯილდოვებს დილის პალიტრას მანამდე კიდევ ერთხელ შენთან ერთადაც მივულოცავთ მაყურებელს. მივულოცავთ. მოდი კოკაკოლაც მივირთვათ ხო? კი ბატონო. სიამოვნებით ძალიან მიყვარს კოკაკოლა. ახალი წელი წარმოუდგენელია და ვიდრე ალკოჰოლზე გადაყავთ. მანამდე აუცილებლად უნდა შევთავაზოთ ჩვენ სტუმარს კოკაკოლა და თქვენც გოგოებო, აბა მოიმარჯვეთ ჭიქები. კი ბატონო, მოდი მაშინ კოკაკოლით მივულოცოთ. ნუ იქნება შამპანიური, ვიყოთ განსხვავებულები და მივულოცოთ კოკაკოლით ჩვენს მაყურებელს. და შუშხუნა ყოფილიყოს. ჩვენი 2026 წელი. ნამდვილი ახალი წელი და ნამდვილი სანტა, რომელიც კოკაკოლას მოყავს ყოველთვის ეს განწყობა. მივულოცოთ მარკუს მივულოცოთ ჩვენს მაყურებელს დამდეგი ახალი წელი და ჩემო მაყურებელო, გილოცავთ დამდეგ ახალ წელს, აი ესეთი ტკბილი, შუშხუნა და სურნელოვანი ყოფილიყოს თქვენი ახალი წელი 2026 წელს. ძალიან მიყვარხართ. ჩვენს მაყურებელსაც ძალიან უყვარხარ და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა სტუმრობისთვის. ახლა უკვე ჩვენ სცენას გითმობთ. კი ბატონო. Dušen, radam će nija, esarეული, će mi gzebe